გამარჯობა, ეს არის ინტერნეტ მაღაზია BirdGym, ალბათ ყველამ უკვე მიცანით. BirdGym გადავწყვიტეთ, მოვიაროთ თბილისი და თქვენთვის მოვძებნოთ კარგი ბარბერშოპი, სადაც თქვენ შეძლებთ შეილამაზოთ წვერი, შეიჭრათ თმა და მოუვაროთ თქვენს წვერს მოკლედ. ერთ-ერთი ესეთი ბარბერშოპი არის Chop Chop. ყაზბეგის პირველ ნომერში მობრძანდებით და იქ მოგხედავენ მოკლედ. ეხლა რატომ ვართ აქ? გვინდა რომ დაგათვალიერებინოთ ეს ადგილი და წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი პროდუქტი და პლუს გვაქვს გათამაშება. წავედით. აი ეს შემოვდივართ. გამარჯობა. აი ეს არის ესეთი შესასვლელია Chop Chops. აქ ხედავთ სხვადასხვა წვერის მოვლის საშუალებებს, რა თქმა უნდა. ასევე არის ბარი. რაც უნდა იყოს ყველა ბარბერშოპში, ჩემი აზრით. აი ესეთი რაღაც ხდება რა. რასაც ეხება. ეს ადამიანები უვლიან წვერიან ადამიანებს. ჩვენ ყავს დღეს სტუმარი, ჩემი მეგობარი ბექა ჭინჭარაური, რომელსაც დღეს წვერს შეულამაზებთ. ასე შემდეგ ეს შული. ერთი სულია. კი, ძალიან კაცი. გამაინტერესებს. შენ BirdGym-ის პროდუქციასთან როგორ ხარ? ანუ ძალიან კარგად. მე ვარ BirdGym-ის მომხმარებელი და ყოველდღიურად ეში რამოდენიმეჯერ ვიყენებ BirdGym-ის პროდუქციას. ესე იგი, რაც წარმოადგენს სრულყოფილი საბონი, საწვივის ზეთი და სპეციალური ჯაგრისი, რომელთაც ვიყენებ ასე ვუბად. აი რა, ბიჭი. თქვენ შემოგვიერთდით, ოკეი? კაი, მე დავუშვათ განახებთ თუ როგორ ხდება ამ წვერის შეჭრა, მოვლა და ასე შემდეგ. და ეხლა კი წავიდეთ იქ და ცოტას დაგელაპარაკებით, ოკეი? მადლობა. პირველ რიგში მაინტერესებს. ალბათ იქო იცანით, ხო? გამარჯობა. პირველ რიგში მაინტერესებს თუ გესმით ჩვენი ხმა. ისმის მე უყურებდი ის. რამდენი გვიყურებს და რამე კითხვა 28 ადამიანი და 28 ჩვენი. ნუ შემოგვიერთო. მიღები ვეშველა. იმერა დავიწყოთ ახლა სხვადასხვა ბარბერშოპებიდან ჩართვების გაკეთებას და რაღაც და აზზე მოვიყვანთ თბილისში ხალ საიდან საჩემპიონია კარგად მოვიყვანთ. ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ თქვენ იცოდეთ ამ ბარბერშოპების შესახებ, რომლებიც არის თბილისში და სადაც თქვენ შეძლებთ ისვლას და მოუვაროთ თქვენს წვერს და შურისგან და ბოღმისგან დაიცვან ის ადამიანები, ვინც აგრეთიკებს ყველა წვერს. ანუ არის რა მარტო წვერის ზეთით არ შეიძლება. წვერის მოვა, ანუ თუ წვერის ზეთი ისო ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ან რაღაც ბალზამს ან ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება მოდიოთ რომლის აუჩი და უცებ ისეთი რაღაც ჩაუტარო. პროცესს თან არ გიგიტატორი. ხო, გადაატაროთ მანქანა ესე და მორჩა თქვენი ეს მთელი ეს სიბრძნის და სიმამაცის იმიჯი შეიძლება წყალში ჩაგიყაროთ, ამიტომ უნდა ეწვიოთ ბარბერშოპს აუცილებლად. ან ღიაროთ ბარბერის. ხალხი რამდენიმე ბარბერშოპია ძალიან მაგარი და მე ვარ აწმირაში ერთხელ სხვადასხვა ბარბერშოპიდან ჩაგერთებული ხოლმე და რაც მეტი ბარბერშოპიდან უფრო ბედნიერი ვიქნები. შენ ხარისხინო ამოვიდა ამას. ამასობაში მე დღეს ძალიან კარგი ინფორმაცია მივიღე. ალბათ ყველას გსმენიათ ჩვენ ჩარტვებში და ვიდეოებში ეგეთი ბრენდის შესახებ, რომელიც არის კენტი. სიგარეტი არა. კენტის წარმოებული სავარცხელი, ჯიბის დასაკეცი სავარცხელი, რომელიც არის საკმაოდ ელეგანტური, საკმაოდ მოსახერხებელი და რაც თავარია ეს არის handmade და წვერისთვის ანუ ხელნაკეთი ვინც ხორა, საერთაშორისო ენაზე ვარ ვილაპარაკო. ხელნაკეთი სავარცხელი, რომელიც არა მარტო წვერისთვის, არამედ თმისთვისაც არის ძალიან კარგი, აი მე შემიძლია განახოთ. აი
აი ესე შეგიძლიათ დაივარცხნოთ, რა თქმა უნდა, თმა სადაც გახვდით. ხო, აი ესეთი კენტის შვენიერი სავარცხელი, ამის ფასი ჯერ არ ვიცი. 19 ლარად და 95 თეთრად შეიძენთ ჩვენ სტენდთან, და ონლაინ. და შეიძლება აქ. დავით, იმდენ შენი მეგობარი იყო სტენდთან მისული, მოკლედ აინტერესებდა უოშის სავარცხელი. პატარა სავარცხელი. ვერ ვიყავი იქ გახსნი, ამიტომ ახლა უნდა გავხსნა. ეხლა ვაჩვენოთ ჩემ მეგობარს. არ მახსოვს სახელი, მაგრამ აი თვითონ გაგვიხსენებს. აი ახლა არის ესეთი პატარა სავარცხელი. რა ხდება? 35 ადამიანი გიყურებს. ვინმეს რამე უნდა ჩვენგან? ჩვენ გვინდა ჩვენგან რაღაცები. თქვენ თუ გინდა ჩვენგან. ათამაშები გვექნება, მოკლედ ეს ცოტა ხანში იქნება გათამაშება, როცა საკმარისი რაოდენობა იქნება ონლაინ. და გავათამაშებთ. ეს გავათამაშებთ. ჩვენ გავათამაშებთ აზბანის ბრენდის ძალიან კარგ საპონს. ძალიან კარგი წვერის მოვლის საშუალებაა. ამ საპონს შეგიძლიათ დაიბანოთ თავით სტანიც, მაგრამ არის წვერის. მაინც წვერს მიაწეკით. ნუ გააფუჭე. გვესალმება, გამარჯობა ირაკლი, მე გიორგი ვარ, კამერა მიჭიროს, წელში არ ხდება. აიქენა გამარჯობა. რამდენი წუთი რაც ვარ თომლანია. ძალიან კაი სავარცხელი არის, ესეთი არ მქონია. პატარა სავარცხელი კიდე რა. კიდევ ერთხელ პატარა ირაკლის სავარცხელი. ვანახოთ, თუ კიდევ შეიძლება. ვაჩვენოთ. პატარაც და ახალი სავარცხელის ვანახოთ, ირაკლი ახლა შემოგვიერთდა. ჯერ პატარა სავარცხელი და მე ახლა. აი, ირაკლი, თან ესეთი ეხლა არის. მიერთდება და თან უთხრა ხელის სად ვარ, გულზე. იმიტომ რომ ვაკეთებ არის ის ბერნა. და აი უოშის სავარცხელია, ჯიბეში ჩაიგდებ რაღაც პატარა ჯიბეები როგორ. მეორე ეს კი კენტის ბრენდის ახალი სავარცხელი, რომელსაც აი ესე გაშლი და დაივარცხნი და იგრძნობ თვითონ თუ რა კარგია, მართლა ძალიან კარგია. ეს შეიძლება ავადმყოფობად იქცეს. ეს წვერის ვარცხნის მანია არის ეგეთი. მე მჭირს უკვე. გამომართვით, გამომტაცეთ ხელიდან, აღარ შემიძლია მიშველეთ რა. ვაიმე. მოკლედ ჩვენ ვართ ბარბერშოპ ჩოპ-ჩოპში, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის პირველ ნომერში. გთხოვთ მობრძანდით და მოუარეთ თქვენს ჭუჭყიან თუ სუფთა თუ გაბურძგულ თუ მოკლედ რა მდგომარეობაში იქნება თქვენი წვერი ამ ბარბერშოპში მას მიხედავენ და მიაღებინებენ საჭირო და თქვენთვის სასურველ ფორმას. აი აქ უკან კიდე დოს ჩვენი პროდუქცია ჩოპ-ჩოპში. შეგიძლიათ აქაც შეისყიდოთ ჩვენი პროდუქცია. მაგრამ აქ იმის გამო არ ვართ რომ ჩვენი პროდუქცია დევს ვიქნებით იქ სადაც არ დევს და ყველგან ვიქნებით სადაც ხარისხი ჩვენ ვაპირებთ მოვიაროთ ყველა ბარბერშოპი და იმის და მიუხედავად რომ შეიძლება იქ ჩვენი პროდუქცია არ დაგხვდეთ თქვენ აუცილებლად უნდა გადასცოთ ყველა ბარბერშოპი და სადაც მოგეწონებათ იქ იაროთ ხოლმე ხშირად მე არავინ მეკითხება თქვენ სადაც მოგეწონებათ გიორგი გვეკითხება გამარჯობა გიორგი გამარჯობა გიორგი ისწორებ ეგრე წვერს გეკითხება როგორ ვისწორებ მე ესეთი წვერი მაქვს უბრალოდ აი კანტებზე ხუდა შესაძლებელი ესე ჩემით ვისწორებ მაგრამ ჩვენ გვაქვს სპეციალური სავარცხელი ანუ ამ კანტებს რაც შეეხება თან გვაქვს რო ვაჩვენო ან უფრო მარტივია პრინციპში სადაც ვაარქვა აქ ჩოპ-ჩოპი მომართონ ხო რა თქმა უნდა აქ არიან ბარბერები რომლებიც ყველა ნებისმიერ ფორმას მიაღებინებენ შენ წვერს გააჩნია მის ხარისხს რა თქმა უნდა ცოტა უხარისხოა მას ხარისხი მოემატება რადგან აქაური ბარბერები გამოიყენებენ ყველა იმ წვერის მოვლის საშუალებას რომელიც არის კარგი თქვენი წვერისთვის მათ შორის ჩვენი პროდუქციაც იქნება აქ განში ანუ როგორ როგორ ვისწორებ? მე უბრალოდ დავდივარ სხვადასხვა ბარბერშოპებში, სადაც ვატარებ ექსპერიმენტებს ჩემს წვერზე და შემდეგ უკვე ჩემით ვივარცხნი, აქ მე უკვე ყოველდღიური მოვლის ამბავია. რაც შეეხება აი ამ კანტებს, ჩვენ გვაქვს ესეთი რა ქვია ამას
ფორმის გამოსაყვანი. ფორმის გამოსაყვანი სავარცხელი, მაგრამ რაღაცა კომბს ეძახიან. კომბი ინგლისურად სავარცხელი. ხო, მოკლედ ეს მარტო სავარცხელი არ არის, ეს არის ფორმის გამოსაყვანი მეტალის წახარისხიანი რაღაც. აი ესე მიიდეთ და რაც კი თმა გაქვთ მაგალითად აქ არასასურველი შეგიძლიათ მოიპარსოთ მანქანით ან მომსახურების ფასები აინტერესებს. მომსახურების ფასები შევეკითხოთ უკვე ჩოპ-ჩოპის წარმომადგენლებს. ნაი დაიმალნენ. ამან დავუბრუნდა. თუ შეიძლება გაგვეცანით ფასები. ასეთი. მოკლედ, თმის შეჭრა 30 ლარი, წვერის შესწარება 17 ლარი, თმის შეჭრა და წვერი 40 ლარი. იმ შემთხვევაში თუ არ გწი, მაგრამ უბრალოდ ჭირდება მანქანით. თმის დაკეთება მაგ შემთხვევაში 17 ლარი. ასევე ხებავთ თმას და წვერს. და ყოველთვის 30 ლარი. დიდი მადლობა. აი, ფასებია პრინციპში აქწერია. ისეთი რა თმა არის, მაგრამ როცა პროფესიონალი ჭრის თმას ან წვერს, პრინციპში ეგეთი ფასები არის სრულიად მისაღები. ამიტომ არ შეგეშინდეთ. საკმარისია. წვერში ერთხელ აინტერესებდა. წვერში მართლა წვერის შეღება აინტერესებდა. ძალიან ბევრი წერდა ხოლმე და აი ვისაც წვერის შეღება გაინტერესებდათ, მოგზავნით. აჰა, წვერის შეღება ვისაც გაინტერესებდა, ეხლა ხართ ონლაინ კითხეთ და თავიდან გეტყვით რა შეცავს. რეზო გვეკითხება, გამარჯობა. გამარჯობა, რეზო. და დავარცხნით რომ წვერი მცვიოა და რას მირჩევთ, რა? მოდი ირაკლი გვიპასუხე. ძალიან ჩვეულებრივი ფაქტია, როდესაც ცვივა, გააჩნია რეზო რამდენი ცვივა. თუ მაგალითად რამდენიმე ღერი, მაგალითად 10 ღერი ცვივა დილით ვარცხნისას, ეს ძალიან მისაღებია და ჩვეულებრივი ფაქტია. ალბათ ყველა ცვივა, ვისაც გრძელი წვერი აქვს. თუ რაღაც ჭარბი ცვენა გაწუხებს, ამ შემთხვევაში უკვე სიმართლე გითხრა გამოსაკვლევი არის და ესე პირდაპირ ონლაინ რჩევას ვერ მოსცემ, მაგრამ შეგვიძლია სურათი გამოგვიგზავნო Facebook-ზე და ან შენის წვერის სიგზე ან კონკრეტულად სიმართლე გითხრა ასევე მნიშვნელოვანია თვითონ ცვენა თუ წყვეტა, იმ დროს წყვება წვერი, ამ დროს არის თვითონ თმის სტრუქტურა დაზიანებული და ჭირდება შემოგიტრია. აი ესე ვიქნებ სამი. და კიდე მე ჩემი აზრი მაქვს მაგასთან დაკავშირებით, შენ წვერი ალბათ ცვივა იმიტომ, რომ შენ გასაფნით იმას საერთოდ წვერს ან რა შამპუნს ხმარობ ან რისთვის არის ეს ყველაფერი. მე მაგალითად თმა გამცვივ და უხარისხო შამპუნების გამო. და გენეტიკურიც არის რა თქმა უნდა. გენეტიკა მას თავის იქნა, მაგრამ აუცილებლად მოუარე წვერს ხარისხიანი პროდუქტებით. ერთ-ერთი არის აზბანის საპონი, ასევე არის დოქტორ სკვაჩის სხვადასხვა ინგრედიენტებით გაჯერებული საპნები. ეს არის სუპერ ხარისხი. მე უკვე ერთი კვირაა მაგ საპონს ხმარობ და შედეგი მაქვს აგერ როგორი, აგერ შემომხედე. წვერზე შეიძლება ჩამოეკიდოს ვინმე და იქანაოს. მოკლედ ეს ისი ხუმრობით, მაგრამ მართლა მოუარე წვერს და ჩვენ გვერდში დაგიდგებით ყველანაირად. ვისურვო წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა. ასევე თქვენს წარმატებას ვისურვებთ. წარმატებები. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ახალი პროდუქტი. ეს არის კენტის სავარცხელი, ბრიტანული სავარცხელი არის და მე ძალიან მომწონს და აუცილებლად ვიქონიებდი ამ სავარცხელს. შეგიძლია დატაროთ ჯიბით, გულის ჯიბით, აი კიდე აქ ესეთი პატარა. იგი გათამაშება. გათამაშებას დავიწყოთ, ხო? კაი, მოკლედ ეს არის კენტის სავარცხელი, თუ მოგინდებათ დარეკეთ, მოდით ჩვენთან იმაში რა ქვია იმას. გუდვილში და ეწვიეთ სხვადასხვა გამარჯობა რეზო, გვეწვიე კი გუდულში ვართ ყოველდღე ვმუშაობთ, ესე იგი კვირის დღეებში. კი პაკო, შემდეგ კომენტარი არის და პასუხობთ, ესე გუდულში ვართ ყოველდღე შაბათ-კვირის ჩათვლით და ვმუშაობთ ვიკო რომელ საათებში? ესე იგი დილის 11-დან 10 საათამდე ვმუშაობთ. სამუშაო დღეების განმავლობაში დილის 11-დან 10-მდე ვმუშაობთ და ვიკენდზე შაბათ-კვირას ვმუშაობ 11-დან 8 საათამდე. ხობართადია, ეგრე წინაზე რაღაც სხვა დრო გქონდა, ხო დილის საათი შევცვალეთ და ცოტა ავირია ამის გარდა, მაგრამ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს ვარგებთ, ასე ვთქვათ, ჩვენს დროებს.
გამარჯობა პაკო, მაინტერესებს გაიგრძნა ჩემი ნომუსო წვერი და რას მიჭერდა. ნომუსო წვერი რო თავის იმაზე დავაკეთე. ფორმაზე სავარაუდოდ ალბათ წვერის ზეც გირჩევდი, უფრო ანუ დარბილებული და უფრო აი ფერმოს ჩამოდის წვერი ძალიან ფაფუძი ხდება, ან კიდე ბალზამს, რომელიც წვერის ზეთის შეძევა კანამდე ხდება. ხელის მუზეუმზე გადაანაწილო და ეს კანამდე უნდა შეიზიო და ნუ ყველაზე მეტი გამაჯასრებული ხდება. ისე ორივეს ერთად გამოყენება ძალიან კარგი ასია და საუკეთესო შემთხვევა არის აი ესეთი წვერის ბალზამები ჩვენ, აი ესეთი. წვერის ბალზამები აქაც უნდა გვეთოს, ხო? კიდე აი ესეთი წვერის ბალზამები გვაქვს. და ესე იგი, ბაკო, შენი გაბურძნული წვერი იქნება დალაგებული. ხო, წვერის ბალზამი არის ესეთი ვიზუალის შექმნისთვის ძალიან მაგარი, როცა არ გინდა მაგალითად ზემოთაცემა ულოშების და უბრალოდ დალაგებული წვერი თუ გინდა წვერის ბალზამს ჭრილით ამოიღებ, გადაანაწილებ ხელის მუზე გაალღობ და შემდეგ როცა ჩამოუყვებით ძალიან დალაგებული და ფაფუკი წვერი ხდება, ანუ იდეალური პროდუქტი არის მართლა. და ნუ ორნაირი ბალზამი გვაქვს, ერთი ეს 3.95 ლიტრის და დაახლოებით არის 3 წლის საკმარი მოცულობა და მეორე საკვად მეორე ბალზამი არის ეს აზბანის პრემიუმ ხაზის ბალზამი, რომელიც არის 5 თვის საკმარი მოცულობა და ნუ ძალიან ისეთ სასიამოვნო სურნელია. ეს არის ციტრუსის, ეს არის ფორტოფლის ყვავილი. და მე მგონი დროა დავიწყოთ ჩვენი გათამაშების პირველი. გამარჯობა ლუკა გვესალმება. ლუკა გვესალმება, ლუკას გავთეთ პასუხი. გამარჯობა ლუკა, ისმე. აი რა ვიცი, კითხვები თუ გაქვთ, შეგიძლიათ დაგისვათ ყოველ მაგრამ ჯერ ჩვენ გვაქვს თქვენთან ერთი კითხვა. ცოტა ხანში ბარბერების რაღაც ჩევებს ნიკა გეკითხება, გამარჯობა ნიკა, მარტოეთის შემთხვევაში სწორდება წვერიო. ნიკა ეს წვერის გასწორება, ასე ვთქვათ, ან წვერის ზეთი არ ბილებს წვერს და დაბილების შედეგად წვერს ხდის უფრო მართვას და შესაბამისად უფრო ფორმას აძლევს, მაგრამ როგორც ეს თირო წვერის ზეთი წვერს ასწორებდეს, ესე არ არის, ანუ არასწორებს და წვერის იდეალურად გასწორება მარტივი საკითხი არ არის. მაგრა დასწორ. მაგრამ ხმარობენ ხოლმე ეს წვერის ზეთს ფენთან ერთად და ნუ სწორდება წვერი. მაგრამ ფენი მაინც არ არის. ნუ თუ სურვილია, მაგალითად თორნიკე ჩვენი სპეციფიური გამოყენება უნდა, სწორად თუ არ გამოიყენე დაიწყო. აი და თორნიკე ჩვენი გუნდის წევრი, ალბათ იცნობთ ყველა წინა ლაივებიდან, ჩვენში ყველაზე დიდი წვერიანი, ძალიან ხუჭუჭა წვერი აქვს და ისწორებს ფენით, ანუ ფენამდე იყენებს წვერის ზეთს, მერე წვერის ბალზამს და კი ისწორებს, რომ ნახოთ თორნიკეს წვერი, რა ვიცი, ძალიან კარგად გამოიყურება. მაშასე ცოტა ხანი საღამოშვიდობის დივანი თაკური. ლუკა წერიზები მომწონდა, просто ნახევარი დამექცა. აუ ეს რა შეგვიძლია? ეს რა მოქსვლია, უნდა ფრთხილად მოეპყრა. წვერის ზეთზე მოგიჩიოთ. საღამოშვიდობის დივანი გვესალმება, მივესალმებ. თავმოხტილი არ დატოვოთ წვერის ზეთი და რომელ ბარბერშოპში ვარ და ვარ ჩოპ-ჩოპში, ჩოპ-ჩოპი არის, ესე იგი ყაზბეგის პირველი ნომერია, თუ ორსები, ეს არის ყაზბეგის ყოფილი პავლოვის ბოლოში, სადაც უკვე პეკინს უერთდება, ყაზბეგი აი ამ რეგიონზე არის, ხეულ მარცხნივ. ხო, ესეთი ბარბერშოპი არის, მე შიგნით კარგად გადათვალიერებინეთ ყოველფერს და თან პროცესსაც განახებთ, როგორ მუშაობენ ჩოპ-ჩოპის ბარბერები და ასევე გვექნება ხოლმე სხვადასხვა ბარბერშოპებიდან თბილისში. სამწუხაროდ ბევრი ბარბერშოპი არ არის, მაგრამ რაც არის, ვეცდებით, რომ ყველას მივუწუდეთ და მივუწუდეთ. ზოგიერთი ალბათ ჩვენთანაც არ ვიცით რა არის, ასევე თუ თქვენ იცით, მოგცეთ რომელიმე ბარბერშოპი, გითხარით, რომ აი კარგი ბარბერშოპია, მივალთ გამოვცდით ამ ბარბერშოპს და აუცილებლად ყველას აინტერესებს ჩვენს მოყარებელს. რა საინტერესო იქნება სადმე სარდაფში მიყრუებულში თუ იქნება კარგი ბარბერი სადმე. შეიძლება იყოს და მეც მაგდად მაინტერესებს. მოკლედ ეხლა ვიწყებთ გათამაშებას და პირველი კითხვა არის ესეთი. და რა შირატყლები მან უბრალოდ მანქანას არ გავაჩერო, ვერ გიყვოლმე და
არ ვარ ნამყოფი, კი, მანქანის გაჩერება ზოგადად სამარშრუტო ტაქსით მოდი რა, გეხვეწე. პრობლემაა რა, აი ჩვენ ეხლა გავაჭერეთ ვაჟიშაველას დასწრში არის რაღაც სუპერმარკეტის წინ დიდი პარკინგია და რატოს მანქანის გაჩერება მოდი და წვერს მიხედა. რა? კაი. კი არის კამორა კი ვიცი. კამორაც ვიცით რო არის და კამორას ვესტუმრებით აუცილებლად. აუცილებლად ვესტუმრებით კამორასაც, მაგრამ ახლა ჩვენ ვარ ჩოპჩოპში და მოკლედ ახლა თამაშდება აზბანის წვერის საბონი და კითხვა არის ესეთი. ყურადღებით იყავთ. აღმოსავლეთ ქვეყნებში წვერის ტარება არა მარტო პოპულარული იყო, არამედ კეთილშობილებას გამოხატავდა და სიბრძნეს. მაგრამ იყო ერთი ცოდვა, რის გამოც მამაკაცს წვერს აჭრიდნენ და სანამ ეს წვერი ამოუვიდოდა, ის დაცინვის ობიექტი ხდებოდა. წარმოიდგინეთ, სახალხოდ დასცინოდნენ ტიპს, რომელსაც მოაჭრეს წვერი, ასევე სახალხოდ და სანამ ეს წვერი არ ამოუვიდოდა და ამ ადამიანს ყველა დასცინოდა. წარმოიდგინეთ, რამხელა ტანჯვა იყო. მოკლედ მე მაინტერესებს თქვენგან. თქვენი აზრით ან თუ იცით თუ ინფორმაციას ფლობთ, რა ცოდვა იყო ასეთი, რომ ამ საცოდავ კაცს ამ წვერს აჭრიდნენ და მერე საქვეყნოდ ან მოედანზე ან სადმე სადაც კი დაინახავდნენ, დასცინოდნენ. რა იყო ეს ცოდვა ესეთი? რა? აბა მაინტერესებს რა იყო? აბა მითხარით. და თქვენ მოიგებთ აზბანის საპონი. კორდობაზე კუსულს. ცოლის ღალატი ლუკა თქვა ესეთი პასპორტი. მოიცა, იქნებ სხვა ვიღაცა. ლუკა მოიგო, გილოცავთ ლუკა, შენ მოიგე. ლუკა ხვდები რა ხდებოდა მაშინ? როგორ რა ერთგული ბიჭი ვარ ხვდები? მოკლედ. ლუკა, შენ მოიგე აზბანის საპონი. საპონზე პრინციპში რომელიც მზადდება მაროკოში, აზბანის ქარხანაში. ჩვენ სტენთან თავთარაზის გულუში ნომერი 1 თავთარაზის ჩვენ სტენთან მოგზავნით ნებისმიერ დროს და წაიღეთ ზვირფაზი ზაბანი მიიღო. Yes. რა ხდება ბარბერებთან? იცი? ლეგენდარული წვერები საპონლები ხარ. დიდი მადლობა. დივანი. საპონიც გავათამაშე. საპონიც გავათამაშეთ, ლუკა ეს საპონი შენია. ცოტა ხანში კი გავათამაშებ ზეც, მაგრამ მე მაინტერესებს აქაური ბარბერები როგორ მიხედავენ ბექას. როგორ მოუვლიან მის წვერს, საერთოდ რა მოუვა მის წვერს, ეგ მაინტერესებს. გვესალმება პრინგოთ აი თინდა ბარბერს მოუჩა. ხო, რა? ვართ ახლა ჩვენ ბეკა უნდა შევიმანოთ და შევხედავ რიგს გადავამოწმოთ როგორ ლუკა მოკლედ ეს საპონი შენია. მოდი და წაიღე. მე კიდევ ერთხელ დავივარცხნი ჩემს წვერს, კენტის. ღალატის გამო ხდებოდა ეს ამბავი. აი ეგრე კი, აი ესე ხდებოდა თქვენ წარმოიდგინეთ. აჭრიდნენ წვერს. მრუშებო, გაიპარსეთ წვერი. ყველა მწოდა თუ რატომ გქონდა ბაჭრილი ო. წვერი. ისე რა სასაცილო. ეხლა როგორ ხდება ეს ნეტა? საქართველოში რო გააკეთო ეგეთი რაღაც და ოჯო, ტიპი თუ დადიხარ მოჭრილი წვერით, ესე იგი სხვა ქალთან გაგავლილი და всё, შენი საქმე წასულე დამძღვე. გადაპარსო წვერი ისრა რაღაცე. გადაპარსო და შუბლზე დააწერო რაღაც. ამ რაღაცნაირად რომ გამოირჩეოდეს, რომ აი ეს ტიპი ხო, რომ ეს ტიპი მოღალატეა. ამიტომ მოუშვით წვერი, იყავით ერთგულები და შექმენით ბენდები და ირწმუნეთ ბრენდები თუ რაღაც. ჩვენ ვართ ინტერნეტ მაღაზია BirdG. გამარჯობა ედი. შენთან მაგერთი კითხვა. აი ეს ადამიანის წვერუსანია, ასე თუ ისე შეხედეს ცოტა. როგორ უწევს რიტრიული და ასე. ჩოპჩოპში მოვიდა, ეს მოვიდა. ეს ავარაუდოთ აცი გავითვალისწინეთ, რომ რაღაცა კაი პროდუქცია არის და უნდა ვიხმარო და ეს არა მარტო დაბანა და შეჭრა უნდა
ყველაფერი სხვა დანარჩენი კარგი. კი. აი, მე როდის დამახატავ რამეს? აბა ნახოთ ეხლა რა ხდება ბექასთან და ჩვენი გათამაშება გაგრძელდება რა თქმა უნდა. Очень приятно. Я вас знаю. У нас интернет-магазин Bird-G. Мы интересуемся всякими навыками барберов и чем это все делается. Тогда мы привели вот человека. Хорошо, посмотрим. Это очень легко. Борода очень легко, можно ухаживать 2 раза в месяц можно. Но это зависит от города. Бывает городу каждую неделю 1 раз надо ухаживать, и бывает каждый месяц 1 раз, который у него сложная борода. Обязательно надо прийти в мастер. Если он сам себе сделает, обязательно портит. Или можно использовать продукты, это его очень легко помогает, что привести его в порядок. Даже если там что-то ошибок, можно спрятать через вот эти продукты, очень сильно помогает. И плюс там, например, витамины, там если у которых у него проблема борода, либо тонкая, либо кучерявая, либо медленно растут. Вот эти там витамины можно помогать его, что у него форма дает, очень красивая, очень хорошая. Да. И я советую, что каждый человек должен носить бороду, так что мужчины без бороды. Не мужчины. Спасибо. Пожалуйста. ესე იგი რა ხდება? ამ ადამიანმა გვირჩია თვეში ერთხელ მაინც მოუაროთ წვერს და უცილებლად მივაკითხოთ ბარბერს. იმიტომ რომ თქვენი თუ იზავთ ამას და რა თქმა უნდა ამის ცოდნა არ გაქვთ როგორ უნდა შეიჭრათ, მან შეისწოროთ და ასე შემდეგ. შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვათ და თქვენმა წვერმა დაკარგოს ფორმა და თვეში ერთხელ ან თვეში ორჯერ გააჩნია წვერის ხარისხს, ეწვიოთ ნებისმიერ ბარბარშოპს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩოპ-ჩოპს და მიხედოთ თქვენ წვერს და მოუაროთ სხვადასხვა ინგრედიენტებით, ეს იქნება ზეთი, ბალზამი თუ ცვილი. ყველა წვერში არის ის ინგრედიენტი და ის ვიტამინები, რომლებიც თქვენ წვერს და კანს მოუხდება. მოკლედ და მოდი ახლა ბექა დავსვათ. და ეხლა შენ Привет. Здравствуйте. Здравствуйте. ჯერ ვანახოთ ალბათ ბეკას წვერი, როგორ გამოიყო. აი ესე გამოიყო ბექას წვერი, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინდა, კი არა არ გვინდა, კი არა, არ ვიცით როგორ უნდა ბექას გქონდეს ეს წვერი. რა გინდა რომ უქნა წვერს? არ ვიცი, ვფიქრობ რომ ცოტა შევისწორო, ოდნავ დავიმოგო და რა ვიცი. ძირითადად ეს, მე გზადაგზე გამოჩნდება თუ რამე სხვა დეტალები. მოკლედ, კარგად დააკვირდით ამ წვერს. საკმაოდ ხარისხიანი ისეთი წვერი არის. უბრალოდ უნდა цота შესწორება, цота რაღაცების შელამაზება, цота ზეთი, цота бальзами და მოკლედ ნახავთ შედეგს. Одна заметка. Много приходит, спрашивает, у меня плохая борода. ბევრი მოდის და ზანაცული წვერი მაქვს. Это неплохая, у каждого бороду, каждый свой волос имеет свою красоту. И этот очень легко делает форму. Даже может человек сам себе делать форму, потому что когда стрижешь волосы, очень легко создают форму. Прямая волос, прямой, тогда очень сложно, потому что волосы плоскости и не можешь делать объем. И очень сложно. Ну, такая борода, когда человек стрижет, будет очень красивая форма. Так что не волнуйтесь, это жировый волос, это неплохой, это очень хороший. ესე იგი რა ხდება? ხუჭუჭა წვერის შემთხვევაში უფრო მარტივია ბარბერისთვის თქვენთან მუშაობა, ვიდრე სწორ წვერზე. იმიტომ რომ ამ წვერთან უფრო მარტივია ფორმის შეცვლა ამ წვერის და ამ წვერის მოვლას უფრო მარტივია. და რაც შეეხება ესეთ ღერაღერა წვერს, ხო, ეს უფრო რთულია ბარბერისთვის, ამიტომ თქვენი ხუჭუჭა წვერის ნუ მოგერიდებათ და ნუ შეგეშინდებათ და ნუ იფიქრებთ იმაზე თუ როგორ უნდა გაისწოროთ ფენით და ბეკას შედეგს. არ ვიცნობ ერთმანეთს. გამარჯობა. ოდა ეს И на такая борода кучерявая лучше использовать мягкая фиксация, потому что сильная фиксация, она будет еще кучерявая, еще побольше. რბილი ფიქსაცია უნდა გამოიყენოთ Лучше тонкая. ხუჭუჭა წვერზე. Да.
ერთი ის ვიკითხოთ მუსიკა ხო არ უშლის ხელს ჩაუწი ჩვენი მეგონი ხო არ ვიცი თუ ცუდად ისმის ხმა გითხარით მუსიკას დაბოქმაზე დავაყენებ როგორ ხარ? კარგად ზე ლავალაი აი ესეთი მეგობრული სიტუაცია არის ჩოქჩოში ყველა ბოლოს იცნობს მე უყარს და ჩვენი ბარბერი გასაგებია შევას მუჰანად работает чоп-чоп მუშაობს ჩოქჩოში Добрый пожаловать. ვნახოთ ახლა რას უზავს ბეკას წვერს ლუკა სულ ოდნავ ჩაუწიეთ და მადლობა ლუკა ჩაუწევთ ეხავე ცოტას კიდე სულ ოდნავ რომ მუსიკას Ну как, начнем? დავай ოდნავ რო ჩაუწიეთ აი ესეთი წვერიანი ტიპი რა აი აჰა კარგია ზეთი ხوار გავუსვა ამას გამარჯობა თქმა უნდა კამერამენი Да, потому что лучше чуть-чуть ниже, что откроет лицо. დავай Хорошо. მოგნოთ ახლა ესენი მოელაპარაკნენ ერთმანეთს თუ რანაირი იქნება წვერი ბოლოს და ვნახოთ რამდენად კმაყოფილი იქნება ბეკა და რამდენად კარგია ეს ბარბერი და რამდენად კარგები ვართ ჩვენ Давайте машинка. Машинка? Да. Хорошо. აი შემოდი თამაშება შეგვიძლია რა აი ეს ასებს ოდნავ ჭაღარა შერეული წვერი რა ძალიან ლამაზია რა ძალიან ბევრი წერს ხოლმე რომ ვაიმე ჭაღარა გამიშთა არა და ბევრად ლამაზი არის ჩემი აზრით ჭაღარა შერეული წვერი სხვადასხვა ფერი როცა ირეულად ჟამე პირადად მომწონს წერს უფრო უნიკალურს ეს რა და ლამაზი დავით და იყო თუ შეიძლება აქ კითხვას უნდა დები როზიშით შეგვიძლია ჩვენ კიდევ გავათამაშება პერიოდულად ჩავერთვებით ხოლმე თან უფრო სხვაობას უფრო დაინახავენ რა ვიცი ესე იგი შემდეგ გათამაშება გვაქვს ვათამაშებთ რას აი მე რა გგოუნება მე მაქვს თან ავისფერი თან ფერაც და აი რამდენად მოვიწვერი და ქონდა თან წითური ძალიან მაგარია ძალიან მაგარია ჩვენიერი არის ეგეთი წვერი და ზოგს რო ამ წვერი შეღებო უნდა მე ძალიან ბრაზდები ხოლმე ეგეთი წვერს ხო შეიძლება რაღაც ისეთი ფერი დაიყენო სასაცილო იყოს მაგრამ და ვისაც როგორ უნდა გავათამაშოთ კიდე? Очень важно использовать бальзам, когда человек моет бороду, особенно который у него кучерявый бороду, потому что когда он начинает расчесывать, будет очень больно его. Так что лучше бальзам постоянно использовать и расчесывать постоянно. ესე იგი, ხვეული წვერისთვის აუცილებელია ბალზამის გამოყენება და ვარცხნა აქტიურად, იმიტომ რომ ხუჭუჭა წვერი, რომელიც არის მშრალი,
ვარცხლის დროს შეიძლება გეტკინოთ სახე. და ამისთვის არსებობს ბალზამი, რომელსაც წაისვათ და მე იუარცხნეთ რამდენი ზგინდა. გიჟივით. და ეს არის თამბაქოს და პაჩურის წვერის ზეთი, აზბანის ბრენდის და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ გათამაშებას და მეორე კითხვა. შენ გიჭირავს უკვე მეორე შენ მეორე მოიტანე? ხო, არა, იცი რა. მე ვეტივერი მაქვს, მაგრამ რომელიც მოგინდება წაიღებ და ეს ჩემი ფავორიტია. ვეტივერი მე მომწონს ძალიან. პიკოს გემოვნება სვენდობით ბოლომდე. ასე რომ რომელსაც გინდ იმას წაიღებ. ესე იგი ანტიკურ საბერძნეთში წვერის ტარება ითვლებოდა სიბრძნის, გამბედაობის და სიმამაცის სიმბოლოდ. ეხლა პატარა ბიჭებს თმას არ ჭრიდნენ, სანამ მათ წვერი არ ამოუვიდოდათ და მათ ულვაშებს შემდეგ წირავდნენ აპოლონს. სად იყვნენ ხვდებით, აი რამხელა ხვდები შენ, აი რა ხდებოდა წვერი რო ტიპს ამოუვიდოდა ბიჭს და აი ეგრევე მანამდე წელამდე უქონდა ტიპებს წვერები. წვერები კი არა თმა. ხო და სამწუხაროდ ბევრ მამაკაცს უწევდა ამ წვერის მოპარსვა. წარმოვიდგინე რომ ამდენი ხანი უშვებ ამ წვერს და სიმამაცის, გამბედაობის და სიბრძნის სიმბოლო არის და უცებ ამ წვერს იპარსაო. იძულებული ხდები რომ ეს წვერი გაიპარსო. რა იყო ანტიკურ საბერძნეთში წვერის გაპარსვის მიზეზი? გამამართლებელი მიზეზი. ხო, გამამართლებელი მიზეზი, რა თქმა უნდა. იქ ხო წვერს გაჭრიდნენ თუ ცოლს ღალატობდი. ამ შემთხვევაში შენინებით იპარსავდით წვერს, რა თქმა უნდა, მას ჰქონდა საპატიო მიზეზი და რა მიზეზით იპარსავდნენ. ანტიკური ბერძნები. ქურუმად გახდომაო მიშაგურო. ქურუმად გახდომაო. რომელ ქურუმად გახდომა ეცები? მიყვებოდება ჯარშიო, ჯარში პასავდა, ტიპა ჯარის. არ არის. ომში ასვლა, არ არსებობს ასვლა. არც ომში წასვლა. ხალხო აზბანის ზეთია და დააკვირდა. Osi pathomiz da shasa to. აბა რა კი რა მე კიდევ ერთხელ დავსვავ ვაჟიშვილობის დაკარგვაო, ნიკა. გეხვეწები ახლა. ვაჟიშვილობის დაკარგვა და წვერიზე მოპარსვა რა შუაში. არა. მაკედონიის გამო? არა. მაკედონელის გამო. მაკედონელის გამო მე ხო. აუ ეგ სხვა პიარი გაუკეთეს მოპარსვა რაღაც ყველას და მაკედონელმა იმიტომ მოპარსა წვერი თავის ჯარს, იმიტომ რომ ეგრე გააბაზა რომ ტერიო ესე წვერზე მოკიდეს. დაუჯახებაო? არ არის დაუჯახება. საზოგადოდ მიღებული ესეთი ნებადართული ისი. მაკედონოს არ ამოსდიოდა წვერი და მაგიტომ. მაკედონელი არაფერი შუაში არ არის, კარგად მომისმინეთ. მაგრამ საინტერესო ფაქტია, მაკედონოს წვერი არ ამოსდიოდა. ხო, მაგიტომ არ უნდა და როგორც გაბრა. ვერამდე მაკედონელმა იმიტომ გააპარსინა ყველა წვერი, რომ როგორც მახსოვს ომში რო არ მოიქაჩა წვერის მოუკვდა ვინმეო, ირაკლი გვეკითხება. ვის მოუკვდა კაცო ვინმე? შენ ახლა გვეკითხები თუ პასუხს გვცე? ალბათ პასუხი. პასუხი იყო რა. მოუკვდა ვინმეო? კი. ესე იგი გლოვის გამოხატულების ნიშნად შეეძლო ამ შემთხვევაში მამაკაც მოეპარსა წვერი. მაგალითად დანა არ ქონდა, ამ შემთხვევაში შეეძლო ამოეპუტა ნიშნად და კიდე წვერს რო იპუტავა და კიდე მესამე იყო დაიცვა თავისი წვერის ახეზერები რა. მოკლედ გამარჯვებული ირაკლი. ირაკლი გამარჯობა, შენ მოიგე აზბანის ზეთი. ეს არის თამბაქოს და პაჩურის ზეთი კონკრეტულ შემთხვევაში, რაც მე მიჭირავს, მაგრამ გვაქვს იგივე ბრენდის ზეთები სხვადასხვა ინგრედიენტებით. მოდი, რომელიც შენ გესიამოვნება, გვაქვს სატესტო ვერსიებიც, გატესტე და რომელიც გესიამოვნება, წაიღე. გილოცა. ამ კითხვის პასუხზე დამატებითი ინფო, რაც მოვიძიეთ, არის ის, რომ მოკლედ ამ პრაქტიკამ წვერის მოპარსვის გლოვის დროს წვერის მოპარსვის პრაქტიკა ჩაენაცვლა პირიქით შენარჩუნების და ხელი აღარ უნდა ეხლოთ წვერისთვის და ამის მერე უკვე უამრავ ქვეყანაში მათ შორის ამის ხო ჩვენთანაც უკვე აი წვერს რამდენიმე დამეხოცა ხდები არ შეიძლება. ეს პრაქტიკა
კაი, იმას შეცვალა, უფრო იმით არის ახსნილი, რომ წვერ მოპარსული მამაკაცი ქალს ემსგავსებოდა და ამან ჩაანაცვლა უკვე ახალი ბაგი. ხო არის ერთ-ერთი ინტერნეტ გადაობა უწვერო ადამიანებზე, გადაობა არის ეგეთი, რომ ერთადერთი სახელი აქვს უწვერო ადამიანს. ქალი. მადლობა ირაკლი ძალიან გამახარდა. ირაკლი თქვენ მადლობა რომ გიყურებთ და ხშირად მიიღე ხოლმე მონაწილეობა ბევრი რამის. რა ვიცი მადლობა პირიქით. მე კიდევ ერთხელ დავივარცხნი და დაგახარბებთ აი კენტის სავარცხლით მე დავივარცხნი წვერს და მოგანდომებთ რომ დაივარცხნოთ თქვენი ლამაზი წვერი. არის აი მათხოვნა ეს დაგეცავ და ჯიბეში უკან ძალიან მარტივად ისე რომ შეუმჩნევლად ჩაიდებ და ძალიან ისეთი არის ან ხელი არის და ისეთი რო არ შეგაწუხებთ არა ხო მაგრამ დაჯდომის დროს აი ეს ნახე კალამიც ქონი დაჯდომის დროს აი საერთოდ არ წუხდები რა და რა ვიცი რაც თავარია კიდე არის ის რომ ხელნაკეთი ანუ ამის კბილები არის ხელით დამუშავებული. კი ანუ არის ერთი პლასტიკი გადადნობით შემუშავებული და ყალიბში ჩასხმული და მეორე არის ხერხით დამუშავება კბილების სავარცხლის კბილების და ეს სწორად ანუ ხერხით არის დამუშავებული თითოეული კბილი არის გამოყანილი აი ესე ჩასვლა ხერხით და შემდეგ უკვე გაპრიალება და ასე შეიძლება. არა, რა თუ გვეუბნება რომ გაწყდება ეგ რა. დიდი ზომის არ არის. ძალიან თხელია, ძალიან მყარი სავარცხელია და როგორ დავიწყე. ნუ იწლება როგორც ძალიან მყარი სავარცხელი კენტის გამოშვებული. ზოგადად კენტის სავარცხლები მაგით გამოირჩევა რომ დავარდნის დროს არ ტყდება და აი ახლა შემიძლია გავაკეთო დემონსტრაცია. კენტის კონდესტები არის რა ვიცი სხვა ფეიქებიც არის პატენტები. შენ სად იყიდე ეგ სავარცხელი? რა ვიცი ბევრად ხარისხიანი. ნუ თუ მაგალითად რაღაც ანუ აუცილებლად უნდა ეწეროს რომ handmade არის, აუცილებლად უნდა ეწეროს რომ კენტის არის. თუ ეს ყველაფერი არ აწერია, ამ შემთხვევაში გიორგი საჯდება ბუზი ხელზე და ვიგერიებთ ამ ბუზს. საიდან აღმოჩნდა აქ, მაგრამ მოკლედ ანუ აუცილებლად უნდა ეწეროს მოდელის ნომერი 20T არის ეს კონკრეტულად კენტის სავარცხელი handmade და კენტ ანუ ეს კენტი არის 1777 წელს დაარსებული. ხო და შემოგვაწყდა და ეგეთი ლაპარაკი არ გვინდა იმიტომ რომ მე ძალიან შანსი რა თქმა უნდა ნებისმიერი ახლა ბევრი რამე შეიძლება შემოგაწყდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს სავარცხელი არისო და რა ინტერესებს? ესე იგი დათო გვეკითხება ეგეთ რაღაცას რომ უაში პატარა სავარცხელი გავქო მაგრამ ვეძებო ბექასაც ხوار მივაქციოთ იმას რელოკ რას მეტალის სავარცხელს ვიცი რომ სავარცხელზეც იძახი მე მგონი დავით და ჩვენ მეგონი გვექნება რამდენიმე ორ თვეში ეს სავარცხელი მეტრო გვინდება ამისი ჩამოტანა მაგრამ იქამდე რა ვიცი ამაზონზე იყიდება შეგიძლიათ გამოიწეროთ ერთ კვირაში ჩამოტანა folding comb ალბათ აი ესეთი არა ბრელოკის არის პატარა არის რომელიც პატარა ეს ჟანგავი ფოლოდის სავარცხელი გარის გასარკვევა სტურად ღება აი ნახოთ ეხლა რა ბექასთან აი ქვედა კონტური აქვს ძალიან საკაიფოდ გამოყენებული სასწაულებში ჩადი ჩვენი ბარბერი როდესაც ავიღო ირაკლი გვეკითხება ირაკლი არ ვიცი როცა თქვენ მოგესურვებათ შეგიძლიათ ეხლავე 10 საათამდე არის ჩვენი სტენდი 1 საათი დარჩა ირაკლი თუ მოვასწრებ 1 საათი რა მაღზე რა ვიცი და თუ არ მოხვალ 1 წელი შეგინახავთ ან თუ მინდა 10 წელი 2 წლის მერე ნებისმიერ დროს როცა მოახერხებ მაშინ მინდა შეგინახავ გიო გამარჯობა გიო გვეკითხება სალონი სად არის ეს სალონი არის ახლა ვარ ჩოპში რომელიც მდებარეობს ყაზბეგის პირველ ნომერში ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე პირველ ნომერში ეს არის ყაზბეგის ქუჩა სადაც მთავრდება და უერთდება პეკინს აი მან არის ხელ მასიმ ჩოპი აწერია ძალიან კარგი სალონია და რასაურია პროფესიონალური მუშაობა არმეს უბრალოდ ეს ახლა პროცესი მასში აგონახეთ ბექა, აი ბექა ანა შეხედები. ბექა აი ჯერ პროცესში ვართ, ანუ ჯერ შედეგამდე მივდივართ, ანუ შენ ახლა ხედავ შენ თავს და მაინტერესებს რა. როგორ გწნო თავს ეგეთ. ხსნობას ეგ სულ მამაკაცურ ბედნიერებას სავარაუდოდ. კი ირაკლი, შემოგვია რომ კაცრავად ბექა შაგეჭერი სავარაუდოდ. დავეს ზიო პატარებში. და. გუგლი
ჯერ აქ ვარ. ირაკლი თუ შემოგვივლით, გაგვიხარდეთ. ჩოპ-ჩოპში? ჩოპ-ჩოპში შემოგვივლით. ამდენ ხანში შეგიძლია მოხვიდე ჩოპ-ჩოპში. რომლამდე მუშაობ? ხო, მოდი ვიკითხე. ლექტები. აცაათი მუშაობ. მინდა ანუ 1 საათი გახსნა, მაგრამ შეიძლება ადგილი აღარ იყოს თავისუფლად. ანუ შენ გინდა აქ არა, ირაკლი არის გაიმარჯვა. გამარჯვა. ზეთი და ხო, რა ვიცი, თუ აქ გვაქვს ჩვენ პროდუქციაში, აქედან გავდეთ. აქ გინდა თუ ალტერნატიულიდან შევიდა ნებისმიერ დროს წაიღოს. მე სამსავალს მომხმარებელი ვარ, მართლა? ამის სულზე ვარ. გიორგი გვეკითხება ძალიან მაგარი კითხვა. თუ ჩემი წვერის ხაზი ალერგიულად მოქმედებს, ეშველება რამეო? მომისმინე ახლა შენ. რაღაცას იგონებს ეგ ადამიანი. წვერზე რამეს თუ ისმო შეიძლება ის იყოს ალერგიული, არ ვიცი. არა. ანუ სხვა ადამიანზე მოქმედებს გიორგის წვერი ალერგიულად. არ ვიცი და სად არის ადამიანი დაველაპარაკოთ ყველა ერთად. სავარაუდოდ ყველა ჩვენ წვერზე აქვს ალერგია და წვერის ალერგია არ არსებობს ვიეთი რაღაცა. არსებობს? არა, შეიძლება ფობია აქვს ამ ადამიანს. არ ვარ ეს საშიში, წვერის ფობია. მე მგონი გონოფობია ქვია თუ რაღაცა. გონი ექვია და ძალიან ირაკლი კია 30 წუთის განმავლობაში უეჭველი აქვინებით და კი რა ვიცი გამოდია. ჩოპ-ჩოპში იქნება ირაკლი? აქ რო არ დაგვთოთ მე რასიზა. და შენ სავარაუდოდ გიცნობს და შენ ნახოს გამიხარდება. ხო და მე ან აქ ვიქნები ან ქავთრაძის გულში მოკლედ. შეიძლება არ ვიყო მე ქავთრაძის. 9 საათის განმავლობაში მოვა. 9 საათი მე მგონი აქ ვიქნებით რა ხო. ყველა ვარიანტი ალბათ ჯობია ქავთრაძის. მე ჩაი მიცივდება და თქვენ მანამდე ბექას გადაუღებთ და შემდეგი კითხვისთვის გაემგზავრეთ. გოგოებს წვერზე ალერგია როგორაა? კარგი რასამე. ამის ეხშევა კონკრეტულად რომელიმე გოგოს არ მოსწონს წვერიანი ბიჭი და ბიჭები და Вот один парень вот спросил, სახელიც არის. что бывает ли аллергия от бороды, типа, может быть... არა, ხუმრობა იყო. Нет, не бывает. Это когда есть такая борода, маленькая очень, когда он бреет неправильно, волосы начинаются вот вернуться в кожу. ჩაბრუნება. Внутри кожи, и начинается прыщик появляется, потому что он неправильно просто... Нет, это когда у других аллергия на бороду. Типа, у меня ведь борода, и когда вот у другого человека аллергия на мою бороду. Заразил, например, или как? Ну, не знаю, ну, наверное, шутил, но этого не бывает, да? Не бывает, нет. არსებობს ალერგია წვერზე, მეგობრებო, მოგკითხები ბარბერთან თუ გაქვთ, შეგიძლიათ გითხოთ, ჩვენ გადავუთარგმნით და ეს ადამიანი არის პროფესიონალი და შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა და გიპასუხებთ. Ну, человек использовать свой инструмент и свою расческу, у каждого свое. Так лучше чисто. ყველა ადამიანს უნდა კონდეს თავისი სავარცხელი, თავისი საპონი და თავისი ზეთი უფრო ჰიგიენურია და კარგი. ამ შემთხვევაში მე აი ეს მაქვს. ჰოპ. და ამასაც დაგივი ვარ. განახილეთ ესე. სადა უკან? ეს არის პატარა ფითილი და ვინმე ჩემი გაბრაზება თუ უნდა აქ ცეცხლს მიყიდებს და მე მერე ვფეთქდები და იქიწყება ჯოჯოხეთი. თუ მე საკმარის ჯოჯოხეთს ვერ ვავლენ, მერე მოდიან სხვა ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან. მე ბოლო ჟამი. და მერე ბოლო ჟამი დგება. და ასე შემდეგ. მოუშვით წვერი ხალხო, თორე ვერ გადამირჩევ. ესე მივანიკებია რომ მაინც აქვს რა ესო რა. გოგოებსო წვერის მიერ ალერგია არ არის ეს. ალერგია იცი რა არის? ალერგია იცი რა არის? ანუ შეიძლება შენ ეგ ალერგია გონიათ. შეიძლება შენ გაქვს აი ეს პეტერი წვერი, რომელიც არის უხეში და შეხებისას შეიძლება ამ ადამიანს შკურკასავით ხარ რა, შკურკასავით. და შეიძლება ეგ არის რა, ეგ აღიზიანებთ, მაგრამ თუ ოდნავ მოუშვებ ამ წვერს, მიხვალ ბარბერშოპში, სადაც წაგისმევენ სხვადასხვანაირ და სხვადასხვა გვარ წვერის მოვლის საშუალებებს, შენ წვერი დარბილდება, ასე რომ ვინ გოგოსა აქ მერთო ჩემო ძალიან მაინტერესებს. არ შეიძლება ტყუილია ეგ არ მჯერა.
აი შენი კამერით წამოდი. როდა? აი ჩვენი ცოტა აქედან მოვჩვენებ ჩვენი ლოგო. აი ესე უკვე ჩვენი ლოგო, რომელიც ტელეფონზე და სხვადასხვა ესე ბრტყელ ზედაპირზე არის უკვე თბილისში გაკვეთილი. ხო და თუ თქვენ გაქვთ წვერზე ალერგია, ჩვენ გვაქვს შპაკლზე და მაკიაჟზე და ბანძ პომადაზე ალერგია. წითელ პომადაზე გვაქვს ალერგია. დაგვანებეთ მართალი, კარგი მოვლელი წვერი მარტაჟება ალერგიის მიზეზი კი არა. და მოუარო წვერს და არავის არ ფობიები არსებობს, რა ქვია ეს სულს აქვს ფობია შინაარსი. კითხვა, მოდი მაშინ ეხლა არ ჯერ რა არის აბა უთხრა. ეს არის მოკლედ მე ვიდრე. რა ქვია ერთი მაგ თამაში? რა ქვია მაგ თამაშს? მაგას ქვია დამალობანი, კუკუმალობანი. ეს არის უფასო ვაუჩერი, ანუ free ვაუჩერი, რომელიც შემთხვევაში თქვენ შეძლებთ რომ უფასოდ მიიღოთ წვერის შესწორება, აი ეგ პროფესიონალ ნებისმიერ ბარბერთან, აი ესე აქ თქვენი სახელი ჩაიწერება. ჩოპ-ჩოპის და მოგზანდები ჩოპ-ჩოპში ჩვენი გამარჯვებული და მიიღებ უფასოდ წვერის პროფესიონალურ დონეზე შესწორებას. და კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ჩოპ-ჩოპი არის რუსული ბრენდი, ან რუსეთში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ქსელი. დაფუძნებული ასე. ხო, რუსეთში დაფუძნებული ქსელი, რომელიც ესე სხვადასხვა ქვეყნებში შედის და მოკლედ და საქართველოში მე მგონი შემოვიდა რაღაცა. მაგას არ ვამბობთ, იმიტომ რომ მაგას არ ვამბობთ. თუ რას ვამბობთ? ამ კითხვას კი არა, რომელ წელს დაარსდა ჩოპ-ჩოპი? რუსეთში რომელ წელს დაარსდა ჩოპ-ჩოპი? რუსეთში. მაგრამ აქ შემოვიდა ცოტა ხნის წინ არა? კი, ცოტა. აქ ცოტა ხნის წინ არის ეს. რუსეთში რომელ კითხვებიც დაგვისვეს რაღაცები ამ კითხვებზე ამ ხო, სანამ გავგცინო. ხო, რა ვიცი, შეგვიძლია. აი მაინტერესებს ეს რამდენი ხანია რაც ბარბერიაო, ჩვენ ბარბერს ეკითხებიან. Вот Наш мы форма закончилась. Вот как видите сейчас, если прямо смотрите, это очень популярная форма, классическая, которую мы два угла тут и один угол тут. ეს არის კლასიკური ფორმა წვერის ორი კუთხე აქ და ერთი აქ. Квадрат и треугольник. Это называется Old Germany. Очень популярная форма и очень красивая. ამ სტილს ქვია Old Germany და ძალიან პოპულარული და ლამაზი სტილი არის წვერის. Как видите сейчас. რა ინტერესებდათ? Сейчас ბარბერი რამდენი ხანია რაც Вот наши вот для меня я использую вот это интересуются ветвер с гардамоном. Вот сейчас если понюхаешь, ты знаешь, почему я использую. Мой очень хороший запах. О, კარგი სუნია, ეს არის ალბანის ბრენდის. Моя любимая. Видишь, чем? Да, с гардамоном. Ветерис და გარდამომით. Да. Я მას ნუ სურნელი Для меня это очень мне нравится этот запах. Наши зрители интересуются, типа, რამდრაულა ინტერესებდათ? რამდენი ხანია რაც ბარბერი არის? Вот your experience. Сколько времени? Да, 6 лет. 6 წელი მუშაობს ადამიანი ბარბერად. და არის პროფესიონალი. ამ გათამაშების პასუხებს წერთ კი ვხედავთ. აი სერტიფიკატი არის, აი. სერტიფიკატი ვაჩვენოთ. Мой клиент хочет сейчас кантовку сделать. У нас 3 варианта. კანტოვკის გაკეთება უნდა ვეკას. Можно только машинкой использовать вот этот. შეიძლება მანქანით გამოყენება. И шейвер вместо. Можно использовать бритва. Вот. და სამართებელი. Самартабели. Можно использовать нитка. Вот это შეიძლება ძაფით. вот это самое лучшее, потому что вот волосы будет очень долго. ეს არის საუკეთესო ვარიანტი. საუკეთესო ვარიანტი, იმიტომ რომ თმა ამ ადგილას ძალიან დიდი ხანი არ ამოვა. Да. Апелляция. ფაქტობრივად ეპილაციას რა ვარიანტი არის? ძაფით, ძალიან საინტერესო, მე ძალიან მაინტერესებს რომ. აკამდე ყოველი აქვს ეს სწორი პასუხი.
მოვაშთები ლევანი ფცემდა ერთი სამჯერ დაგვიწევ რა. ესე იგი თავიდან მოუყვები ახლა რომ ნახო ტექნოლოგიას ამ ასպես ამოსობაში მეცემ ნახო. Вау. Как видишь, снимает из корн. ცოტა. აი ესე ძირფესვიანად ესე იგი აცლის თმას. რა საინტერესოა. ზაფიტმების ფუტვა. ზაფსა და უთხილდები ხოლმე ამის შემდეგ არ დამჭრას ზაფ. შენ ამასობაში დააგვიდე პირველი მიმოვიდა ხსა. სწორი პასუხი იყო 2011. კი, მე მგონი არის ლევანის ვარიანტი იყო და. თუ აცლები ლევანის არის ორი პასუხი. ლევან შენ მოიგე ჩოპ-ჩოპის ესეთი სასაჩუქრე ბარათი რომელსაც კი, აქ შენი სახელი გვარი უნდა დავწეროთ ლევან და ეწევი ჩოპ-ჩოპს ამ წიგას რომ დაარეკო და აქ რომ ჩაეწერო ანუ აი ამითი ბარათით და აი ნომერიც აჩვენე თუ გინდა აი აქთან ძალიან მაგრა წვერს შეგიძლია. აი ნომერი. კი, ანუ რო წაიღებს თან ნახავს. აჰა. ამ ყოველთვის ლევან აი შენ ესე მამაკაცურსია რომ მეფას მიიღე მაგრამ ხო? მამაკაცური სრული მამაკაცური ბედნიერება ჩოპ-ჩოპში და თბილისის ბარბერშოპებში. და თოგვეუბნება რომ ახლა მანახება წვერის ფორმაა. კი ბატონო, აი როცა მოარჩება საინტერესო პროცესი როგორც იმარჩება. დარჩი ჩვენთან ბოლომდე და ნახავ შედეგს. რავი, ჩვენ შეგვიძლია ამასობაში კიდე ჩოპ-ჩოპის წვის კონდიციონერი გავახაროთ. ხო? მე დავსვამ მაშინ მოგიგონდა. ლევანი გვეკითხება რომ შეიძლება რომ ზეთში გაგვიცვალო თუ არა ლევან სამწუხაროდ არ შეიძლება ზეთში გასვლა ამიტომ რომ ეს არის აი ეს ანუ არ გჭირდება ზოგადად წვერის შესწორება თუ რატო ანუ ზოგი საათში ისწორებს არა ანუ ზეთში რომ გამიცვალო თუ შეიძლება და არა რავი პრიზი ეს არის კიდე გავათამაშო წვერის ზეთი რადგინდა როცა შენ მოხვალ და ბარბერი მოგემსახურება და ამაში არაფერს არ გადაიხდიეს რა თქმა უნდა მხოლოდ ერთხელ მოხდება და იმავე ზეთ წაგისმევს შენ და შენ მარტო ზეთი რადგინდა ვინმე შეურიო და გუჭი ამუშავო არა ზეთი უჩენია მაგრამ რა გვექნება შემდეგ ლაივებზე კიდე გვიქნება ზეთების გათამაშება ეხლა როცა კიდე რაღაც პროდუქცია ის ფორმა ინტერესებდა აბა გიორგი აქეთ ეს არის თმის და წვერის კონდენსიონერი. თმის წვერზე არ წავა? წვერზე ხა თმის პროდუქტია. ო, ანახე ჩოპ-ჩოპმა დაგოსაჩუქრა და დაასაჩუქრა პროდუქცია. კი, ჩოპ-ჩოპის პროდუქცია არის. ეხლა ვინც გამოიცნობს საქართველოში რომელ წელს შემოვიდა ჩოპ-ჩოპის ბრენდი ლევან მადლობა რომ მიიღე მონაწილეობა გათამაშებაში და ძალიან გიხარია რომ ხოლმე მეო წერსო და ანუ ამიტომ არ და კაია მე კაი შანსი არის ნახავ რა შემდეგი კითხვა ეს არის თმის კონდენსიონერი ჩოპ-ჩოპისგან და კითხვა არის ეგეთი რომელ წელს შემოვიდა ჩოპ-ჩოპის ბრენდი საქართველოში რომელ წელს ლევანი არის გამარჯვებული? იგივე ლევანი. ოჩარ ლევანი. ყველაფერი ჩოპ-ჩოპის შამპუნი და ასევე ჩოპ-ჩოპის წვერის კორექცია თუ გავამოსება. კი, ან კონდიციონერი მოიგე და ჩოპ-ჩოპეთ ხალხო. წაუ ჩოპ-ჩოპეთ. კონდიციონერი მოიგე და წვერის შესწორება ჩოპ-ჩოპში. გილოცავთ ლევან, მადლობა.
აი წერან რომ ზეთი უნდა ესე იგი გვეკითხებიან ესეთ რამეს, რა ჩოქჩოქს არ ჭირდებაო, ბარბერიო, მე მუშაობო სალონშიო და 8 წელი არის. ის რა არის ჩვენ მობრძანდით და იგივე. არ მუშაობ, არ ვიცი შესაბამისად. როგორც მანსა შოპ-შოპის ვებსაიტზე იყო გამოქვეყნებული რომ ესაჭიროებოდათ ბარბერი და აი ვიღაცები წერენ და აინტერესებს ბარბერი. აი იქიდან თავს გვიქნევენ გჭირდება. ინფორმაცია დევს კი, ანუ ვებსაიტზე დევს page-ზე ვებსაიტზე დევს ჩოქჩოქის ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გაიცნოთ, რა ვიცი და გაიკონტროლოთ ნახავს და კი ეძებინ, რა ვიცი, ყველა ზოგადად პრობლემაა ვიცი, მე ფილმში ბარბერების და ყველა შეიძლება. მე მომდა საკავრის კამერია. კი, ძალიან მაგარი კამერია. ლევან არა ჩოქჩოქში მომხვიდე ჩოქჩოქშივე მოგემსახურებენ ამ წვერის შესწორება და შესწორებაზე კი პროდუქცია საქედან პროდუქცია აქედან წაიღოს ლევანმა ჩოქჩოქის კი ანუ აქ მაინც მომოვიდეს შეიძლება ყველა დრო არ გატაროთ ლევან აქედან როგორც პრინციპში როგორც გირჩევნიათ თქვენ შეგიძლიათ აქ კომენტარი გავუკეთოთ რომ საგირჩევნიათ ამ წაღება და გადავხსნათ ვექა ისე ვიზედა რა ამდენს მოსახურება რა არის საინტერესო არის მოსახურება რა არის წეგან წამოდი ფილმები არის თუ სწორედ მაგას აი კი დაფა არის სადაც ყველაფერი წერია და განახი აი ორ წამში მოიცა ერთ წამი აი ესეთი დავოსწროთ ესე იგი ბეკას საბოლოო შედეგი თუნდაც ცოტა უფრო ახლოდან ასე ძალიან დიდი მადლობა და თქვენ ხედავთ პროფესიულ ნამუშევარს და თუ რატომ უნდა მიმართოთ ბარბერს ძალიან კაია სახში წვერის შესწორება და ყველაფერი ასეთი კიდე არსებობს ეს მომენტი რომ ის მე ჩემ წვერს ვერავის ვანდობ და ასე შემდეგ მეც ისე ვფიქრობდი მაგრამ რამდენიმე თვე დავიწყე ბარბერშოპების სიარული და ხედავთ განსხვავებას მას შორის რაც მქონდა მანამდე და ეხლა ძალიან დიდი მადლობა სალონ ჩოქჩოქ და ბირჯის ამ შვენიერ საჭურვისთვის მადლობა ბეკა შეგაროვდი დავასრულოთ ხო მგონი ძალიან საინტერესო ჩარტი ვიღაცა საინტერესო ფასები 17 ლარი ჩევნია ლევანმა კი მოლში იყო შენი მოდი ლევან მოლში დატოვებული გვეწვიეთ ვისაც აინტერესებს ბარბერის მომსახურება თმის შეჭრა ღირს 30 ლარი წვერის შეჭრა ღირს 17 ლარი თმის და წვერის ერთად შეჭრა ღირს 40 ლარი და ასე შემდეგი ჩარტები გვექნება სხვადასხვა ბარბერშოპებიდან, ჩვენი სტენდიდან, ჩვენი ოფისიდან მე რა კარგი კენტის სავარცხი ახალი პროდუქციაც შემოგთავაზოთ სხვადასხვა ისეთი მაგარი და ძლიერი ბარბერების აზრით ძალიან მაგარი სავარცხი ძალიან ბევრი უკვე გამოცდილი და დიდხანს უწევს ატარებენ ეს ხალხი გვიყურებს და რომელსაც შეიძლება ისეთი გამოცდილება გქონდეთ რომელიც ჩვენ არ ვიცით მაგალითად ბარბერშოპების გვირჩიეთ რა ვიცი ნებისმიერ რჩევა მოგწერეთ ძალიან გაგვიხარდება და გაუზიარეთ შემოგვიერთდით და ჩვენი გუნდის წევრი გახდით ესეთ რჩევებით და გვიყვარს ჩვენი მომხმარებლები და ძალიან გვაინტერესებს ის ადამიანები ვინც ბევრ ინფორმაციას ფლობს წვერის შესახებ როგორც ქართული ტრადიცია და მოგვაწოდეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია. აბა სანამ დავასრულებთ კითხვები თუ გაქვთ არ დავასრულებთ. აბა რა კითხვა აქვთ? აშოტი გეკითხება, ესე იგი რაღაცის კითხვა. დამწყები ბარბერი რო ვარ. ტექნიკის საკითხია უნდა ანუ რა ვიცი დაამუშავო. ამაზე არ არის რა დამწყები ბარბერი ხა მე ამაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაცემ, იმიტომ რომ
არ მუშაობ, მაგრამ დამწყები ბარბერი ვარო და რა მინდაო, აქო მოსვლა და მუშაობა. ან შეიძლებაო რომ დამწყები რო ვარ. კი შეიძლება. არა, მე მგონი რაღაც კურსები უნდა იყოს. პასუხი რომ აქ ეძებდი. ყველაფერი გამოცდილებით მოდის. ძალიან დიდი მადლობა ესე ამდენი ადამიანი რომ ვიყურებ და ერთდროულად და ძალიან ბევრი რომ ნახავს შემოგვიერთდით შემდეგი ლაივის მალე გვექნება და peace ინტერნეტ მაღაზია ბირჯი ეწვი ეხლა ჩვენ მივდივართ ქავთარაძის გუგლში ქავთარაძის პირველ ნომერში და შეიძლება იქ გვიხილოთ რომ ძალიან დიდი აცა ამდენ დათო გეკითხება მაგხელო წეს ამდენი ხანი იზრდიო დავით საუბრობთ დაახლოებით იქნება 3-დან 4 წლამდე, მაგრამ მე პერიოდულად ვიმოკლებდი, ხო? მე შემიძლია განახო ჩემი წვერი, საერთოდ არაფერი არ მითხრა საერთში. ესე იგი, ნოემბრის დასაწყისიდან ვიზრდი მე წვერს და აი ესე გამოვიყურება, ეხა ჩემი წვერი, აი. ჩაას, ხო? თორნიკეს რო წვერია, თორნიკე იზრდის. საერთოდ არის ჩემი წვერები, რა საერთოდ. თორნიკეს აქვს აი ამ ხევა წვერი, ჩვენს კონსულტანტს და ერთი წლის წვერია თორნიკე და ერთი წელია იზრდება, ზოგს სწრაფად იზრდება, ზოგს ნელა, ამიტომ აბა რა ვიცი, თქვენ აღარ გაქვთ დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ ვიყურეთ და იყავით ჩვენთან ამდენი ხანი. კარგად მეგობრებო, კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე და რა ვიცი, ვეცდებით უფრო და უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი მომდევნო ლაივები. ნახვამდი. ბირჯი. კარგად, ნათვალის მეგობრებო.